შთამბეჭდავია ის შედეგი, რაც ამ მეთოდით მივიგეთ. პატიოსნად რო თქვა, ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეთოდია, რაც კი ოდესმე გამომიყენებია, როცა უბრალოდ ტოტს მიწაში რგავ და ქიმიურ ჰორმონებს არ იყენებ. ამ დროისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე რეკომენდებული მეთოდია ჩემს არხზე. განსაკუთრებით თუ გინდა მცენარეების, ხეხილის, დეკორატიული ან ნებისმიერი სხვა მცენარის გამრავლება ან კლონირება დაიწყო. დღეს ვნახავთ ვიდეოს, სადაც აგიხსნი, როგორ აკეთებდნენ ამას ძველი რომაელები, სრულიად ბუნებრივი, ეკონომიური და უკიდურესად ეფექტური მეთოდით. ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ გასწავლი, არაფერს გამოვტოვებ. ასე რომ აიღე ბლოკნოტი და ჩაიწერე ყველაფერი და თუ რამე კითხვა გაგიჩნდება, აქ ქვემოთ მკითხე, ვითლეკთ. ამ მეთოდისთვის ძალიან ცოტა რამ დაგჭირდება და ყველაფერი სრულიად ბუნებრივია. პირველ რიგში დაგჭირდება ქოთანი ან ჭურჭელი კარგი დრენაჟით. და რომ დავჭეთ ძველი მეთოდის ერთგული, გამოვიყენებთ კერამიკის ჭურჭელს, ისეთივეს როგორცაც რომაულ ეპოქაში იყენებდნენ. ასევე დაგჭირდება ალოე ვერა და ნიორი. ეს ორი სავალდებულო არ არის, მაგრამ ძალიან რეკომენდირებულია, რადგან ისინი ბუნებრივი სტიმულატორებია და ეხმარება ნერგს ბაქტერიებისა და პათოგენებისგან დაცვაში, სუსტად ისე როგორც ამას ძველი რომაელები აკეთებდნენ. ამასთან ერთად დაგჭირდება დაფქული დარიჩინი, თხელი ნაჭერი ან მსუბუქი გამჭვირვალე ქსოვილი, რომელიც სინაცვლეს ატარებს, მაგრამ ზის პირდაპირ სხივს მცენარეზე არ უშვებს. ასევე დაგჭირდება წყალი და შესასხურებელი, რომელსაც მოგვიანებით გამოვიყენებთ. და ბოლოს გამოვიყენებთ ნერგეგს. ამ შემთხვევაში ავარჩიეს 3 მცენარე, რომლებიც ძველ რომში ძალიან გავრცელებული იყო: ლიმონის ნერგი, ბუგენვილიის ნერგი და როზმარინის ნერგი. ამ ყველაფრით საკმაოდ ზუსტად აღვადგენთ თუ როგორ მუშაობდნენ ისინი იმ დროს. ყველაფერი ბუნებრივია და ყველაფერი იაფი. როცა ყველა მასალა მზად გვაქვს, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ არის ქოთნის მომზადება. ვიღებთ ჩვენს თიხის ან კერამიკის ქოთანს და ვიწყებთ მის შევსებას მიწით. ეს მეთოდი შეიძლება ტორფით ან ქვიშითაც გაკეთდეს, მაგრამ რადგან გვინდა რაც შეიძლება ახლოს მიუახლოვდეთ რომაულ მეთოდს, გამოვიყენებთ ჩვეულებრივ მიწას, ზუსტად ისე როგორც ადრე აკეთებდნენ. ვავსებთ ქოთანს დაახლოებით 9-მდე, შეიძლება ცოტა მეტიც. ეს დამოკიდებულია ნერგის ზომაზე. მთავარია, რომ როცა ტოტს ჩავდებთ შიგნით, მისი მიწისზედა ნაწილი ქოთნის კიდეზე ქვემოთ დარჩეს, რადგან შემდეგ ყველაფერს ტილოთი დავფარავთ და ზედმეტად არ უნდა გამოჩანდეს. როცა მიწა სწორ სიმაღლეზეა, ქოთანი მზად არის გასაგრძელებლად. ახლა ნერგების მოსამზადებლად გადავდივართ. ვირჩევთ სწორ, ჯამრთელ და დაუზიანებელ ტოტებს და ვიწყებთ მუშაობას პირდაპირ იმ ნაწილზე, რომელიც მიწაში ჩავა. პირველ რიგში ნერგის ყველა ჭრილობასა თუ ნაკაწრზე ნიურის კბილს ვიზელთ. ნიორი ბუნებრივი ანტიბაქტერიული საშუალებაა და ეხმარება ამ ზონის სრულად დეზინფექციაში. ნიორის წასმის შემდეგ ამავე ჭრილობებს გადაუსვამთ ახალ ალოე ვერას, რომელიც ბუნებრივი ფესვების გამაძლიერებელია. ალოე ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას და ამავდროულად შეიცავს ნაერთებს, რომლებიც ფესვების წარმოქმნას უწყობს ხელს. და ბოლოს, ამავე ადგილზე ყველაფერს დაფქული დარიჩინით მოვფარავთ. დარიჩინი შესანიშნავი ბუნებრივი სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაა და თავიდან აგვაცილებს სოკოების გაჩენას პირველ დღეებში, როცა ნერგი ყველაზე მოწყვლადია. მას შემდეგ, რაც ნერგები ნიურით, ალოეთი და დარიჩინით მოვამზადეთ, გადავდივართ შემდეგ ნაბიჯზე. ახლა რასაც გავაკეთებთ, არის ნერგების დარგვა. ნერგს რამდენიმე სანტიმეტრით ჩავრგავთ მიწაში, იმდენად რომ თავისით შეძლოს დაჭერა. აქ არის რომაული მეთოდის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საიდუმლო. რადგან 3 ნერგთან ვმუშაობთ, 3 ცალ ალოე ვერას ნაჭერს მოვჭრით, თითოეულს დაახლოებით 2 ან 3 სანტიმეტრი სიგრძის. თითოეული ნერგისთვის ალოეს ნაჭერს დავდებთ 1-2 სანტიმეტრის დაშორებით, ოდნავ ჩაფლულს დაახლოებით 1 სანტიმეტრის სიღრმეზე მიწაში. იგივე გავაკეთოთ ნივრითაც. ნიორის კბილის პატარა ნაჭრებს ვჭრით და ასევე თითოეულ ნერგთან ახლოს ვდებთ, ზუსტად ისე როგორც ალოეს, 1 ან 2 სანტიმეტრის დაშორებით. რატო აკეთებდნენ ამას ასე რომაელები? იმიტომ რომ როგორც ალოე, ასევე ნიორი მიწაში ყოფნისას ნელ-ნელა გამოყოფს ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობს ნიადაგის დეზინფექციას, ამატებს ბუნებრივ ფიტოჰორმონებს და აუმჯობესებს ნერგის რეაქციას პირველ დღეებში. ეს მარტივი დეტალი ნიშნულოვნად ზრდიდა წარმატების შანსს და დღესაც ზუსტად ასე მუშაობს. პირველ რიგში, ოდნავ შევწამლავთ ნერგებს და სუბსტრატის ზედაპირს სახლის პირობებში დამზადებული სოკოსაწინააღმდეგო საშუალებით, რომლის მომზადებასაც ცოტა მოგვიანებით ვიდეოში აგიხსნი.
ეს საწყისი ტენიანობა ერთად იმასთან, რაც თავად მიწას უკვე აქვს, სრულიად საკმარისი იქნება. ბევრი ადამიანი უშვებს შეცდომას და ზედმეტად რწყავს, რის გამოც სუბსტრატი წყლით ივსება. როდესაც ეს ხდება, ფესვებს არ აქვთ საკმარისი ჟანგბადის სწორად ჩამოყალიბებისთვის და დაფესვიანება ვერ ხერხდება. ამიტომ კვირაში ერთხელ შესხურება სრულიად საკმარისია. ხოლო იმ შემთხვევაში მოვრწყავთ ძალიან მსუბუქად, თუ მიწა, რომელსაც ვიყენებთ, უკიდურესად გამომშრალი იქნება. ამის შემდეგ ვამზადებთ ტილოს. ვიღებთ ნაჭერს, ვასველებთ წყალში ცოტაოდენ დარიჩინთან ერთად, ვწურავთ და ვაფარებთ მხოლოდ კონტეინერის ზედა ნაწილს. მეტი არაფერი. ეს სველი ნაჭერი ინარჩუნებს მუდმივ ტენიანობას და რომაელებს ეს ძალიან კარგად ესმოდათ. მათ იცოდნენ, რომ ტენიანობის შენარჩუნება კალმის გარშემო მნიშვნელოვნად ზრდიდა წარმატების შანსებს, რადგან ეს ხელს უშლიდა გაუწყლოვნებას და ქმნიდა იდეალურ გარემოს ფესვების ჩამოსაყალიბებლად. შემდეგ ზუსტად ისე, როგორც ძველი რომაელები აკეთებდნენ. ვდებთ დაფას ზემოდან და ვტოვებთ ქოთანს ნახევრად დაჩრდილულ იდეალურ ადგილას ერთი კვირის განმავლობაში. ერთი კვირის გასვლის შემდეგ ვიღებთ დაფას და ვწევთ ნაჭერს. ძალიან სავარაუდოა, რომ უკვე დავიწყებთ იმის დანახვას, როგორ იწოვება ალოეს ნაჭერი და როგორ მცირდება ნიორიც, რაც ნიშნავს, რომ მათ თავიანთი ნივთიერებები სუბსტრატში გაათავისუფლეს. სარგებლობთ შემთხვევით და ვამოწმებთ, რომ არ იყოს სოკო ან რაიმე უცნაურიობი. ყველაფრის გადამოწმების შემდეგ კვლავ ვასხურებთ სახლის პირობებში დამზადებულ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას და ისევ ვფარავთ ნაჭერს, მაგრამ ამჯერად დაფას აღარ ვადებთ. ამ ეტაპიდან უბრალოდ ვტოვებთ ქოთანს იმავე ადგილას, ყოველთვის არაპირდაპირი განათებით. ჩითილის დამშრალების შემდეგ ვასხურებთ ნაჭრის ზედა ნაწილსაც, რათა მუდმივად შენარჩუნდეს ტენიანობა. ეს ხელს უწყობს სოკოს პრობლემების თავიდან აცილებას და ინარჩუნებს იდეალურ მიკროკლიმატს, რათა ფესტვა განვითარება შეუფერხებლად გაგრძელდეს. ახლა მოვამზადებთ ბუნებრივ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას დარიჩინის საფუძველზე. ძალიან მარტივია. ვიღებთ 1 ლიტრიან ჯურჯელს წყლით და ვამატებთ მცირე რაოდენობას, უბრალოდ 1 მწიკ დარიჩინს. კარგად ვურევთ, რომ ყველაფერი სწორად შეირიოს და როცა უკვე სრულად შეერწყმება, ვფილტრავთ ცურიული ნაჭრით ან ყავის ფილტრით. ეს მნიშვნელოვანია, რათა არ დარჩეს მყარი ნარჩენები, რომლებიც შეიძლება სპრეის დაახშოს. ნარევის გაფილტვის შემდეგ ვასხამთ სპრეიში და მზადაა. ახლა უკვე მზად გვაქვს ჩვენი ბუნებრივი სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, რომელსაც მთელი ამ მეთოდის განმავლობაში ვიყენებთ ტენიანობის კონტროლისთვის და სოკოს გაჩენის თავიდან ასაცილებლად. ახლა კი მივედით იმ მომენტამდე, რომელსაც ყველა ველოდით. ყველა ნაბიჯი ზუსტად ისე შესრულების შემდეგ, როგორც აგიხსენი, სწორი ტენიანობის შენარჩუნების, რბილი განათებისა და რომაული მეთოდის დეტალურად გამოყენების შემდეგ დგება ჯილდოს დრო. თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, დაახლოებით 5-დან 6 კვირაში კალმები დაიწყებენ ძლიერი, ჯამრთელი და სრულიად თეთრი ფესვების გამოშვებას, ზუსტად ისეთების, როგორებსაც ახლა გაჩვენებ. ნახე, რა საოცრებაა. საოცარია, როგორ შემძლება ასეთი ძველი მეთოდი დღესაც ასე კარგად მუშაობდეს. ეს არის უკიდურესად მარტივი სისტემა, საოცრად ეფექტური და რაც მთავარია, მეთოდი, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი შეძლებს სახში გაიმეოროს, ქიმიური საშუალებების გარეშე, სირთულეების გარეშე და ფულის დახარჯვის გარეშე. და მეტი არაფერი, თუ აქამდე მოხვედი, დიდი მადლობა ვიდეოს ყურებისთვის. თუ რაიმე კითხვა გაქვს, დატოვე კომენტარებში და სიამოვნებით გიპასუხებ. თუ ეს მეთოდი მოგეწონა, ან გამოგადგა, დაალაიქე და გაუზიარე ვინმეს, ვისაც მცენარეები გენაუზე უყვარს როგორც ჩვენ. ძალიან მადლობელი ვიქნები. დიდი ჩახუტება და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.